ეხლა გადავალთ ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ფხალზე, გოგრის ფხალზე, რომელიც არის უტკბო და მარილიანი გემოებით ძალიან კარგი შეზავება. ამიტომ ამისთვის დაგჭირდებათ 1 კილო გოგრა, 150 გრამი ნიგოზი, მეოთხე ჩაის კოზე ყვითელი ყვავილი, ნახევარი ჩაის კოზე წითელი ბიძაკა, მეოთხე ჩაის კოზე ქინძი, 2 კვილი ნიორი, 50 გრამი ხახვი, 10 გრამი ძმარი და მარილი გემოვნებით. გოგრა უნდა გამოვაცხოთ, ამიტომ ეხლა დავჭრათ პატარა ნაჭრებად, შევაგდოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით ნახევარი საათი, რომ კარგად გამოცხოს და დარბილდეს ჩვენი გოგრა. ამიტომ ეხლა გვქვევით. სანამ გოგრა ცხება, გამოვატაროთ ნიგოზი და ნიორი, როგორც ისპანახის ფხალზე. ნიგოზის გავატარეთ უკვე, გოგრა ცხება დაახლოებით 10-15 წუთში იქნება. მანამდე გავთუშოთ და დავაკარამელიზიროთ ხახვი. ამიტომ ეხლა დავჭრათ წვრილად და ლამაზად და დავიწყოთ დაკარამელიზირება. ოდნავ გახურებულ ტაფაზე დაასხეძეთ და ჩაყარეთ ხახვი, რომ დაიწყოს კარამელიზირება. ეს ჩვენი გოგრა, ეხლა ეს უნდა ოდნავ გაგრილდეს, გავთვალოთ და მე შეგვიძლია გადავაზავოთ ყველაფერი ხახვიც რომ მოითუშება. გამომცხარი გოგრა გაასუფთავეთ, მოაცალეთ კანები და დაჭერეთ სასრულ ზომებად, პატარა კუბებად, როგორც თქვენ გინდათ ისე. ამასობაში ხახვიც მოითუშა და შეგვიძლია გადავიდეთ შეკმაწვაზე. გოგრა ჩაყარეთ დიდ ჯამში, დავუმატეთ მოთუშული ხახვი, ასევე დავუმატეთ ნიგოზი, სუნელები, ძმარი და მარილი გემოვნებით. მაგრამ ჩავნათულში დაგვაწყდა გვეთქვა უცხო სუნელი, რომელიც აუცილებელია. დავუმატოთ დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი და შემდეგ კარგად ამოურეთ და მზად არის ჩვენი გოგრის მხარეც.